გამარჯობა disclaimer-ი ვსავით მინდა ვთქვა დასაწყისში რომ ანუ ჩემი პოლიტიკური თვალსაზრისი ვაფშე ამ ბეთლზე არ გამოვხატე, აი თვითონ ბეთლს დავაკვირდი ვის უკეთესი პანჩები, flow და ვინ უფრო დამივასე როგორც ბეთლ რეპერი რა. ამიტომაც ჩემი პოლიტიკური თვალსაზრისი არ ჩავსვი და როგორც ბეთლს ისე ვაფასებ ამ რეაქციაში. გაიწევთ. მოგესალმებით მაყურებლებო, მე ვარ აზოტ და დღეს ჩვენ ვუყურებთ ბეთლს სახელად პელე და Young Mike-ი. ეხლა გამოვიდა, ну კაი 21 საათის წინ. და ჯერ არ ვიყურებია, მედია საინტერესო იქნება, იმედია კაი იქნება. პირველი რაუნდი MC ჩემგან ხელმარცხნივ შევგვნათ ხმაური მე ვებაცლავები მიშკას მომისმინოს ყველა სულით მონამ ვისაც პიროვნება წაართვა მაყუძის შოვნამ მოუთხან ეგეთი ჰიპ-ჰოპი მოუთხან შენი შრომა შენზე ყველაფერი გვახსოვს იყოს შენი ხსოვნა დედა მოწყნულია ბოხმა გულში კიდევ შიში თუ გიდოდა რესპექტი და არ ჩაგედო პირში მავნებელი ენები უნდა დაგაჭრა ძირში 28-ის მერე მეკეცხადები ძილში ისტორია მეორდება წარსულიდან დღეს არის 6 თებერვალი დრამა დაგვიდგეს ორი მშულდოსანი MC ეძებს არტეფაქტებს არ მექნება punchline-ი მარტო ფაქტებს ბევრი ბავშვი მოგვემა და არის იან ძველი 2018 და რამდენიმე წელი ტრაგები რომ ჩაგიდეს და მოგიგრიხეს ხელი პროტესტით რომ იყოს სავსე მთელი რუსთაველი რამდენიმე დღე რო წვიმდა ხალხი იყოს ველი ყვირილისგან აღარავის უვარგო და ყელი ერთი მადლობა რა გახდა ხალხისთვის რომ გეთქვა უმადურო ნაბოზარო კი გეკუთვნის კლეტკა ყველა ვიცით ოცნებამ ჩაგიდო მაგრამ შენ გადაწყვიტე რომ აქო დაადიდო თანაც ვითომ არიცი მიზეზი რა ყოფილა ხალხმა თავი რატომ იგზრო შეურაცხყოფილად გამანდამ რო აქ იყოლა შენი ყავი ღირსი ოცნების მაგივრად ჩვენ რომ ჩაგვიწერეთ დისი უნამუსოთ აქე წაგვიკითხე მორალები და ჩვენს ყველას დაგვიძახე ნაციონალები და ყვანზეაც დაბაგინეთ არც ერთი არაც და ანდა ამას რო იცახდა როგორ არ გადაცდა ანდა როგორ არ ქონდა უსამართლობის განცდა იქვე უნდა ჩაგვექოლა სადაც ფეხი დაცდა ერთი წამითაც არ მალობ თუ დამიჯერეთ სამარცხვინო კარიერა რომ დაგისრულე ამ დარბაზში ყველა მიცის მართალს გებაზრები ის ბავშვებიც გაიზარდნენ აღარებასები ახლა არსად მოგიცურდეს შავი კეტასები რეპეტლი კი არა ჯოჯოხეთშიც გადმოყვები ამ რაუნდში რაც გებაზრა პელეს დაუფასე ამას ხო გერჩივლა გამერება შაურმაზე თუ გინდა დაგასპონსოროს რაღაც ეკოფუდმა დიკაპრიო მომიკითხოს ბოსმა ჰოლივუდმა მირჩევნია ფიფებისგან გავაკეთო გუფთა მუშაობდი პოსტივიში მაგრამ დავჭი სუფთა მე რას მეტყვის დრამა ქვინი ორი დღე ციხეში იჯდა 10 წელი მოთხნა ტვინია მერკანტილურ პაპსავიკებს დილით მოუწევს სტილით შენაირებს ფინალს უგებ ერთი ფრისტაილით ქრისტეფორემ გალობლიშვილს სოდნა უდევს თავში აგახიეს ტელეფონი აქედან ვერ წაშლი არავისთვის მოგეჭამა ინვერსებით მიშა დაგიცურდა კრამიტი და მოუთხან შენი კრიშა ეგეთი ცხოვრებით ვერ გარებავს სხვაზე შენ კიდევ ჩემი ფოტასი გახატია თავზე მე შენ დაგებაზრე პიროვნებაზე ვიდი გამირებე ჩასმლობაზე ანდა ზედმეწონაზე ანდა ისეთ რამეზე რომ დავდებ მაზიანს ტაშ დაგიკრავს ვარდის ფერი ბურჟუაზია მშვიდი ხარ ამ ყველაფრის მერე და ფლიდი ხარ გააჯვი ამერიკაში ყალეზე გვკიდი ხარ პანჩები ქონდა. მოდი ამით დავიწყოთ. მაგრა ჟღერს ბითი მაგარია. თვითონაც თავისთავად კაი რითმები კარგად კითხულობს. ნუ არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ ჩვეულებრივად კარგად კითხულობს. პანჩები ქონდა, მაგრამ პანჩებზე მეტი ფაქტები ქონდა და აი პოლიტიკაში, ანუ არ ვერკვევი, არ ვაკვირდებოდი ახლა Young Mike რა შვებოდა ვაფშე მის სიმღერებზე ბევრი არ ვიცი არაფერი ახლა. ახლანდელ სიმღერებს, მაგრამ მოკლედ რაღაც პოლიტიკურ თემებზე ფაქტებით უფრო ებათლავებოდა დასაწყისში. მე რა ცოტა პანჩებიც გაურია და აი მეორე ნაწილი უფრო მევასება. არა, ორივე ნაწილი კაია, მაგრამ მეორე ნაწილი უფრო მევასება და მაგარი რაუნდია ვაფშე. მაგრა დადისა რა. რას თქვია დადისა. Everybody watching PvP, put your motherfucking hands up and follow me. Everybody watching PvP, put your hands up. Young იმის დადგენას არის თუ არა პელე ყლე სულ არ ჭირდება მონოჰოლი და PvP თანაც ეგრევე წოდებაზე რო შევეხე მისი ბაშკაცობა და ბასაფლაბე მოვიკელეხე ფეხბურთელი სახელის თამაში მაინც ენძრება ამ მოედანზე ჯიგარი ფურტივით აიკენწლება მეტი რა ვუთხრა ფეთხუმ პელეს YouTube სიმსუქნეზე დამდისავს ხოთ კოპერამ და სიმსუქნეზე დამდისავსო ხოთ კოპელემ და სიმსუქნეზე
მანქანზე ჯიგარი ფურტივი დაიკენსლება მეტი რა ვუთხრამ ფეთხუმპელეს YouTube ლიგას კი ვერ გააფეხ ბურთელებს სანამ დავდეთ off season როგორც J Cole გამოსვლამდე მოგიყვეთ როგორც შეიყო ჯერ უარი თქვა რემაჩზე და ის მოიმიზეზა რომ არ მოსწონს PvP ბეთლების ორგანიზება თავის ლიგას აკეთებდა და წადეკნებოდა დროაბა თუმცა 6 თვე ისე გავიდა თავი ვერაფერს მოაბა ამ დროსაც მეუბნება ეს IP-ს და ფულის ხამი თავის პროექტის ბეთლში უნდა და მე გამოსულიყავ ბეთლზე უარი თქვა მაგრამ პროექტისთვის ვჭირდები პროექტი ვერ მოხდა ბეთლზე ისევ შემწინდგები თავის მართლებებში იმალები მაგრამ ჩანხალ შესთავაზეს თანხა ეგრევე და თანხმა არასწორი ფელა ნუ უკვე ცოტათი უფრო მომწონს რა ამის რამო ჯერ ერთი ფლოუ შეცვალა მაგრამ იქ შუასკენ ძალიან მაგრამ და იქ ტექსტით უფრო მივასება ანუ სიმართლე არის როგორც ჩანს სადაც ძახის ახლა ყველაზე ეთყობა რომ ანუ სიმართლე არის პროექტისთვის რაც პროექტს ჩალიჩობდა ჭირდები პროექტი ვერ მოხდა ბეთლზე ისევ შემწინდგები თავის მართლებებში იმალები მაგრამ ჩანხალ შესთავაზეს თანხა ეგრევე და თანხმა არასწორი ფელა fake storyteller სახელა გელა და ძანრებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა ეს აღშევგარი ბანკი რამ გარეპერა ქართულებთან უკვე დიდი ხანი მაგ ხდილი ბალი სანამ მიდოგვამი ეს მე აბა შენე კიდო მანი შენ და ქენი თავი რო გონია გოუთი შენი კარიერა დაიწყო და მოჭა flow-ი მნიშვნელობანი ვერაფერი ბერთქვი სამაგიეროდ PvP-ს ნამზე ვნახეთ შენი ძუძუების თვერკი რახა ძუძუების ნახეთ რა შეხავს თვერკის მოცეკვავეს შეშურდება ისე ათამაშე ტრაქს რა ქვია მასვის ზადარის ბეთლიდან გაიქცეს და მერე უნდა საქმე რომ კამერების წინ გაიჭეს ეგონა YouTube და თემა ქუჩაში აღარ გავა მაგრამ სლოემა იმ პოდკასტები აკაჩაბა შენი სახსენებელი არ არის ჩემი ხინჯები შენ კომპლიმენტი რომ მითხრა მაგაზეს და ვიკრინჯები არის ჩემი სოდვები და სუსხო ყლეობებს წერი ხა პანჩლაინებს ამოფარებული ჯეო რეპერი არასწორი ფელა fake storyteller სახელა გელა და ძანრებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა ეს იპოდრომის ბომჟი რამ გარეპერა მე ვთქვი არასწორი ფელა fake storyteller სახელა გელა და ძანრებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს შენს ვიზუალს ახლოდან რო ბუხურებ ახლა დიზასტერი კი არა მართლა უბედურებ ახლა რეპერ ჟერვერ დაემს გავსე თორე კიდაც მას რო კაია დიზასტერი ამერიკელი უცხოელია კი არა მართლა უბედურებ ახლა რეპერ ჟერვერ დაემს გავსე თორე კიდაც მას რო იურასთან იჭრი ერთხელ წვერით შეგესწორებინა რა თავის მოწესრიგება ბატრაკებამაო ჯერ მეორე წელია რას ბეთლების წინ ბანაო დიდი პროგრესი არის აღარ ვიქნები წუნია სახეზე მაინც ეთყობა მაგარი ფეხის სუნია არასწორი ფელა fake storyteller სახელა გელა და ძანრებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა რა ბეთლი ნიკის ლოუ პოდკასტზე შეანელა oh hell no ნუ უფრო მოხოდილი რაუნდი ჰქონდა უფრო ენერგიული და უფრო საინტერესო ჩემთვის რა Young Mike's რაუნდი უფრო მომეწონა თუნდაც ორივეს მაგარი რაუნდი ჰქონდა აქ დაახლოებით 50-50-ზე არიან მაგრამ მაინც რა Young Mike's როგორ კითხულობს რეპს ისიც უფრო მომწონს და ტექსტით სავარაუდოდ თანაბრად იყვნენ რა ტექსტით არც Young Mike არ იყო მაინც და მაინც უკეთესი და პელესაც მაგარი ტექსტი ჰქონდა ძალიან ტექსტით სავარაუდოდ ერთნაირად მაგრამ აი უფრო flow და მევასა Young Mike's და ენერგიულობა მოკლედ რა პირველ რაუნდს Young Mike's მივცემდი მაგრამ მართლა ორივე მაგარია ეს ზედარი ვისაც ჩავიცვიე უნდა ვთქვა აქ მე მგონი ძალიან დაცხარა თავიდან ვიფიქრე ხუმრობით ვიტყოდი სათქმელს მაგრამ ადრე მასწავლეს არ ვეთამაშო საჭმელს მე და შენ ხომ არ ვაკეთებ არ ვეთამაშო საჭმელს ჩემს შევსწავლებიოთ ეგეთი არაფერი გამადრე მასწავლეს არ ვეთამაშო საჭმელს მე და შენ ხომ არ ვაკეთებ ერთი და იგივეს ვითხარი როგორ ვიქნებით ერთი და იგივე შენ გინდა რომ ცეკვით გადაფარო შენი სიგიჟი სათქმელი რომ არ გექნება შენ უბრალოდ იცეკვე აბა მიდი იცეკვე მიდი შეფოზო და მანახე მოძრაობა იცეკვე შეფოზო არიხებო ისე როგორც ახლის კანე გორსო მაგრამ იცეკვე მიდი იცეკვე შეფოზო მე დავწერე ჩემი ალბომი და მოყვაც რემლები ყველა ცხოვრებაში ხომ არსებობს რთული დღეები მაგრამ მაინც ვერ გავიგი ამას რას
ასვე ბაზრები დეპრესიაში არასდროს ვარდებიან ყლები შენ ხარ სახლის კატა რომელიც ქუჩაში მოხვდა შენ ხარ ხუთივე კაცი რომელიც ვეიპით მოკვდა არ მაგითხვა წაგეკითხა მე-15 სითხა შენ ხარ გირთხა მამუ მითხრა მარტო გულში გირთხა შეგეცით ძალით რეპერებს და ძალით პოეტებს ძალით ტელეწამყვანებს ძალით თვითონ სპორტსმენებს შეგეცით სელებრიტებს თვითონ გარგის დოცენტებს და ყოველთვის შევეცით თქვენ საახალწლო კონცერტებს შეგეცით მეფის კარზე ჯამბაზებს და ბარიგებს შეგეცით თვითონ ვიგოდით ხანიგებს ყველას შეგეცით ვინც ჩვენთან აყალბებ და შედეგებს რადგან შენ თუ ლეგენდა ხარ შევეცი ლეგენდებს მე და შენ ხომ არ ვაკეთებ თეთი და იგივეს მითხარი რაც გამიგია ის ზუსტად ეგეთი პანჩი უყოთ ლეგენდები არ იყო რაღაც სხვა ნუ აი ვიღაცამ თქვა ნუ ვეღარ გავიხსენებ უკვე ვიღაცამ წაუკითხავს სხვას რომ ეს თუ არის მაგარი ბეთლ რეპერის მომავალიო ანუ შევეცი ბეთლ რეპერებასო თუ რაღაცა ეგეთი მოკლედ ლეგენდებს მე და შენ ხომ არ ვაკეთებ თეთი და იგივეს მითხარი როგორ ვიქნები თეთი და იგივე შენ გინდა რომ ცეკვით გადაფარო შენი სიგიჟე სათქმელი რომ არ გექნება შენ უბრალოდ იცეკვე აბა მიდი იცეკვე მიდი შებოზო და მანახე მოძრაობა იცეკვე შებოზო არ იღებო ისე როგორც სახლის კანე გორსო მაგრამ თავიდან არ მაგინებინო თავი გაბიდა რამდენი წელი და ჟამი შეჭამე რამდენი თებში და ჯამი საიდან შეჩემა შემოსავალი მითხარი შეჩემა გამოსავალი მითხარი შეჩემა რამე წამალი მისერე როგორი შექმენი მოდა ეგეთებს მართლობა რიგობა ჯობდა მითხარი მიში კოლბაბში რა მოხდა მეგრებებში წაგიყვანეს შავებში ჩაცმო მამაკაცებმა შეგაშინეს თუ რა გითხრეს მიში გოგადობიშალე მეგული რატო ხარ ეგეთი შეშინებული მე მომიყევი არ დამივალო და შევოყევი რომ არ დაგაბრალო შეგეცით ძალით თვითონ ჟურნალისტებს ნებისმიერ ეკრანზე თვითონ ფენსი კრიტიკოსებს გიზავთ ქართულ ენაზე შეგეცით ფენსი ამ სცენაზე რატომ მოცნებობ ჩვენს ისტორიის გადაწერაზე მიშკა მაიკი ბარკალა ფეშლაიფი მოკითხვებს გიგზავნით და გეტყვით მარტო მე შეგეცით ოთხივეს მართლა მჯეროდა რომ კიდე შეგხვდებოდი მე ვიყავი შენი ფანი სანამ გამოყლევდებოდი ზუსტად ეგეთი რაღაც გამიგია და მგონი იგივე ბეთლ რეპერისგან მოკლედ რავი რა აი პელე მაგარი რეპერია არ მომწონს ამის თქვა მაგრამ ეს რაუნდიც კი არ იყო ეს სიმღერაც კი შეიძლებოდა ჩვეულებრივად ყოფილიყო პანჩი მე აქ არ გამიგია ტექსტი ქონდა ანუ უტევდა რა მოწინააღმდეგეზე კითხულობდა მაგრამ პანჩები მე მართლა არ გამიგია არ ვიცი ვის გაგებაში როგორ არის პანჩი ანუ ჩემ გაგებაში პანჩი არის რაღაც გადაობა ან რამე ეგეთი რა პროსტა თუ ვიტყვი შევეცი შენაი რეპერებსო ну აი ლეგენდებზე შეიძლება ყოფილიყო პანჩი მაგრამ ისიც გითხარით უკვე განაგონი მაქვს მილიარდჯერ ეგეთი პანჩი არაფერი ისეთი არაა განსაკუთრებული ამიტომაც ტექსტითაც არ დამევას რაუნდი ძალიან მონოტონურად კითხულობს აი ერთ მომენტში შეცვალ ფლოუ მაგრამ ისიც აი როგორც არ უნდა მევასებოდეს პელეს ტექსტი ხანდახან აი ძალიან მონოტონურად კითხულობს რა ძალიან არ ცვლის ну ბითიც იყო ყლეობა აქ რთული არის ეგეთ ბიტზე რამის გაკეთება მაგრამ მაინც შეეძლო ცოტა უფრო გაიხალისებინა რა გაემრავალფეროვნებინა თავისი რაუნდი პირველ რაუნდში ეგ პრობლემაა ანუ მაგარი ტექსტი ქონდა პირველ რაუნდში მაგრამ ანუ უფრო შედარებით მონოტონურად კითხულობდა რა ეს რაუნდი ტუალეტში დავწერ და მთელი რაუნდი გაჯვა შენი საქციელები მიმოვიხილე და ვნახე ხალხს მიხარცმაო იზღა დამშა შენს არასრულ ფასოვნებაზე რომ აი Young Mike ყოველ წამს ფლოს ფლოს რა ყოველ წამს ეხლა ეგეთი ფლოუ ჯერ არ მქონია ის სულ სხვადასხვანაირი ფლოუ აქვს ანუ პელეს ფლოუ არის უბრალოდ ნარინდინი მარინდერინდარი მერი ვიხილე მერე გამოვიკვლიე და ნამე გამოვი აი ეგეთი თემა ცოტა უნდა გაამრავალფეროვნოს რა ჩემი აზრით
მობიხილე დავანახე ხალხს მიხარ ძმაო იზღა დამშაშენს არასრულ ფასოვნებაზე რომ ვიღადაო ვერ ხვდები რატო ვერ ხვდები არა მართლებს ეგ მოკლე გზები საქმელი მარტო მაშინ გეძლება როცა რამეზე კომპლექსები თურმე არ უსწორდება ამ ყლეს როგორ გულშემატკივრობთ ნაკრებს ყვარას ბუდუს კანკავას ჩაყვეს რატომ არ უკრავენო სხვა ტრეკს ამბობს ისეთი ჰიმნი გჭირდება სტადიონებს რო უანგრევს თვითონ რამეს დააკლებს მერაბს ფაშლს რო უაყვეს შენთვის მღერი ბეთლის ბოლო კეთილია შენი მეთოდები დიდი ხნის გაწვეთილია თავი გონია გოძილა გიგანტური ჰიპ-ჰოპ რეპტილია ეს შევისა მაქსიმუმ გროტასკის დრედებში რეპტილია MC-ს უნიჭო მიბაძვა როგორ არ უნდა მივაჯვა ისო შით პოსტინგს მიაწეკი აქ საერთოდ რა გინდა ძმა აქ მომიშვიდე არ გამომიშვიდე ხელი ამოიშვიდე თითმა ეს რამდენჯერ გაურითმა ნაკლე რაუნდი და დე ვის რა გაუიასნე ოდა ზუსტად მაგიტომ ხარ დაუნიდა ყალე მე ბუბერა ბროკორ სტეფ მრავალფეროვანი აი ტექსტიც არა მაინც და მაინც ტექსტიც კაი აქვს მაგრამ აი მრავალფეროვანი იმენა მრავალფეროვანი flow საინტერესო იქ რას იმღერა შუა რაუნდში აი მართლა საინტერესოა სტად მაგიტომ ხარ ბევრად უფრო საინტერესოა ამის რაუნდის მოსმენა ვიდრე პელეს რაუნდის მოსმენა დაუნიდა ყალე მე ბუბერა ბროკორ სტეფ კარი შენი იდიოტური იდეაც კი იდეალურად შევკარი ანდრეშვი მემარს ბეთლი მომიგო მაგ დღეს ეს პარაზიტი წარმოიქნა შემთხვევით არ არის იგივე თარიღზე გალაქტიონმა თავი რომ მოიკლა მოსესთან იმდენჯერ დააფულა ვიდეოში რომ ტეხავდა ჩასმა ბოლოსკენ ხალხი ბეკებს უდება ყურსას მენებს და აბრალა მასმა ტექსტი არის სოდი და მაგ შეჩაჯმულში არაა საჭირო არავის გასწრა მაგ დღესაც მე არ ვიცოდი ტექსტი თავის მართლება არ მომსვლია აზრად მაგარი შენი გაჯმაპიკი არის რომ შეხვდა იანგმა იგი თემიდან თესლებით როითესები მაგის შედეგებსაც ახლა იმკი შენივე ნათქვამი რომ უარყავი შენზე დღესე გეცისიან TikTok-ზე რომ გაურეპე აი მანდ მოგიგო ბეთლი ჭიამ სოციალური ტრეკების ჩაწერა სააპირებდი მაგრამ სადაა ეგეს რომ ყალეზე დაიკიდე ჭია რეპერი არის ნანახი მონასმენი მაგერთი მისი რეპი რაღაც კონფლიქტივით ქონდა და ეგეს რომ ყალეზე დაიკიდე მაგიტომ ვართ ამ დღეში პელე არის ვითხა როგორც უძინართა მზეში მაგრამ ყველა ნაბოზარი ვერ გახდება ოპერი მეთორებერი კი არა ბიზე არის შოფერი ბავშვობაში საიდანაც გამოიქცა ეხლა იფიცება თორფე საერთოდ არ გონია ექსოფელი აი სწრაფად კითხულობ მაგრამ აი ყოველი სიტყვა იდეალურად გესმის პელე კი არა ბიზე არის შოფერი ბავშვობაში საიდანაც გამოიქცა ეხლა იფიცება თორფე საერთოდ არ გონია ექსოფელი ვისა შეფრთხო და გუნიშის მიერ გაკეთებული თორე დარწმუნებული ვარ იქნებოდი მწოვერი გორივა და გაუთიარ მისი მაგრამ სუნი აგრესი მისთან მართლა კი იქნები რამე ცხოველი ვარ აი ძალიან სანიძე თევზი რო უთხრა ნეტა ვულთანის თუმი ქონდა რომ ამარსებას თევზის გარეშე ზუსტად ეგეთი სუნი ქონდა თქვა რომ იგივე ბოტასი თივლის თუნდაც იშოვა 6-0 ეხლა მივხვდი საიდან მოდის ეს ფეხის სუნი ქართულად ვერ გიბეწლავია და პოდკასტებში ნუ კაცო აბარებებში ინგლისურად ვის უნდა გაუკაჩო ამდენი წელია რეპავს და ტიპს ერთი სიმღერას კი არ აქვს სადმე რო ჩართო შენ რო სოლო კონცერტი გამართო თუ მიხვალ დარბაზში იქნები მარტო ბარამბო შოკოლადი თუ არ გაწეია აწის ხვა რომელი სეზონი მიგავს საიფერში აქ ნათქვამი ჯიგარს თავისი პირით რო შიგავს ამდენი ცხნერის ჩამორეს ხართულია რა ქონდა რეპერი ვარ რეპი მაქვს შიგო თუ რაღაცა ეგეთი თქო აქ ნათქვამი ჯიგარს თავისი პირით რო შიგავს ამდენი ცხნერის ჩამორეს ხართულია ალბათ მაინც ეცდები თუმცა ეს ბოლო ბანაობა მაგ დაჯმულიანად ჩაირეცხები ხაუთ ყაპუნე ჯიგარს თავზე რო იყო შენი აიდოლი რეპერად არ ვარგა მაგრამ კი გამოვა აიდოლი ეს რაღაცა ანეკდოტები ჯიზე წაკითხული მასკავს. კაი, ნუ მეორე რაუნდი 100-იანი Young Mike-ს ქონდა უკეთესი, პროსტა 100-იანი რა. ბევრად მაგარი flow, ტექსტიც და ამასაც Young Mike-საც შეეშალა პელესაც, მაგრამ პელესი უფრო ვიგრძენი რა, უფრო ისქნა. არა, Young Mike-საც შეეშალა ტეხავს, მაგრამ იქ ხმაური იყო და ვერც ლაპარაკებ. მოკლედ, მეორე რაუნდი Young Mike 100-იანი, პირველი დაახლოებით თანაბრად არის რა. მაგრამ პირველი მაინც Young Mike-ს შემიასწია. თუ რამე ორივე რეპერი, აი პელეს და Young Mike ძალიან მაგრები არიან და ანუ არანაირი ის არ მაქვს არავის მიმართ. ობიექტურად ვცდილობ რომ შევაფასო მაქსიმალურად Young Mike-ის უფრო კაი. Пишка. მიყვილის. 50 ლარი გაგრძელე?
ძალიან უცნაური ბიტია ჯერჯერობით იმენა რაღაცა თუ სასრუტის ხმით ერთი დღე პარიზში მეორე პრაღაში მესამე რომში არ ვენაში ხარ მეოთხე ღამე დამოხვედი აქ გვითხარი მამუთი საიდან გაკ რამდენი ალბომი გაკიდე ბოლოს და რამდენი კონცერტი გამართე დღეს ან იქნებ რამე სამსახურში მუშაობ მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს მე არ ვიქექები არავის პირადში ვაკვირდები პროცეს არ გამაჩხიან მე ბოღმა და უფალმა 40 მაგდენი მოგცეს არავის დავუთვლი პროცენტებს მაგრამ შენ რა გადევს ტარიფი შენ ვაფშე რა იცი ჰიპ-ჰოპის გემო არასოდეს ყოფილ ხარ ღარიბი ჩემი მეგობრები კარიბიდან შემოვლე პირდაპირ კარებიდან მოდიხარ მიდიხარ ალიბი გაკ ვიღაცა მამუთა არის საცეკვაომა ბითებმა ტვინი მოწყნეს შემოვლე პირდაპირ კარებიდან მოდიხარ მიდიხარ Young Mike რას ჩაიჭობს თელი ბეთლი რომ ყვავილებით არის ალიბი გაკ ვიღაცა მამუთა არის ხარ მე ვერ გაბიგე შერატო გებასება თუ ფაქი რა ნახე საერთო უბრალოდ გეღადავები და გავერთოთ არ მაინტერესებს საერთოდ შენივე ბაითის ქვემოთ შეგიძლია იყიდო ნაიკის კურტკა ჩემივე კორპუსის უკან შეგიძლია იპოვო გურანდას ბუტკა ვერაფრით გავიგე როგორ გაძელი შენ ციხეში მაგდენი სუტკა თუ კიდევ ვიბაზროთ ბირჟა მაფია მაშინ მე გიკეტავ შუტკას არ ინერვიულო dobrად მიწოდე ბანდა მიკობრა ჩემი მუღამია ისევ ჯოროგანი შენი ოცნება ოპრა მე ყოველთვის ვიცოდი რომ ბანძი რეპერები ჩემი თოლი არასოდეს არის არავინ შემოვიდა ნადირობის სეზონი და ბრაკონიერები ისევ დადენიან გარავის ვიცი შენი ცხოვრების და სიმარამე შენ ზოფხიზელი ბაროცა გავუკიდებ განავის ვირუსი მოვედი ამ ყველაფერს მე რამდენი თასხერებენ გარანტის მე შევატარებენ ელოდის როცა 40 ხაჭაკი ბიტებს ხირაზე გადადის რეპერებს თუ წაუკითხე ვერსია აღარ წაუკითხო ბოლოს მაგრამ წაუკითხო პარაკლის როცა აბისული გაატრაკებს ყველა მიციან და ეგრევე ეძახიან პალადის იო ფანატკურებ ყველა პარაზი შევეცი ყველას ვინც უმღერის მთავრობას და მერე იბაზრებ დაიწყო თავისი შევეცი ყველას ვინც ფანატკურებ ყველა პარაზი შევეცი ყველას ვინც უმღერის მთავრობას და მერე იბაზრებს ჩემზე არა ვარ შენი საფირწონე ხო და ეგწონა და მახი ეყლეზე თუ ვინმე სოდეს მეგული ვატკინე ყველას დავურიგებ ნაყინებს ისევ გაუმარჯოს გამარჯვებულებს და ისევ შევეცი ნაწყენებს მიდი და ბოლომდე ამოალაგი ვიტებზე ლამაზად რა დაალაგი დადექი მაიკთან დაიქადაგე შენივე მორალით სადავი ბრაკე მე მაშინ გავაკეთე ჩემი გასაკეთებელი აბარაგიყო არ მაინტერესებს კამბექი მოვიგე იქ სადაც საჭირო იყო არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით არ მინდა შაურმა ხახვით არ მინდა შაურმა ხახვით დაიდი ნახვით შაურმა ხახვით მინდა ციცაკით არ მიყვარს მოკლედ ნუ ყლეობა რაუნდი იყო რა ჩემი აზრით პირველ რაუნდში ჩადო აი მთლიანი იწოლა პირველი რაუნდისთვის რა მეორე და მესამე რაუნდი უკვე ვაფშე არ მომეწონა ტექსტი ცუდი იყო პროსტა მოსაწყენი ტექსტი კითხულობს მოსაწყენად ბიტის ყლეობა მაგრამ ეს არაფერ შუაშია მეორე ბიტის ყლეობა იყო მაგრამ Young Mike როგორ კითხულობდა იმ ბიტზე დამევასა ტექსტი თუნდა ექნა ამ ბიტზე სავარაუდოდ რაღაც პელეს და ნუ ისევ შევეცი ამას მაინც და მაინც პანჩი ვითომ პანჩები იყო, მაგრამ არც ერთი არ დამევასე, მოკლედ. ხო. გაფიცებ, ერთი რაუნდია დარჩენი. ამდენი ხანი ჟიურები არიან? სადვართ რაუნდისთვის! აგერ ვისაუბრეთ მე და ჩვენმა ძმამ გელამ და დავიცი. ყველაფერი კარგად ძმაო, ყველაფერი ჯიგრულად, სიბოროტე არ უნდა არსებობდეს ვიღაცების გამო. მე ბიცი აქ რომ შემთხვევით არ ვარ უკან ვერ დამხია ვერცერთმა ქარმა ეს Young Mike-ის თემა აქვს ძალიან რომ კამერაში კითხულობს ყოველთვის აი ძალიან ხშირად ეს გამოფუცხადებდი ომს მაგრამ შევცვალე კარმა ელეს უფრო მოწინააღმდეგეზე აქვს რა უფრო Young Mike-ზე კითხულობს და Young Mike-ის რაუნდები უფრო აბსტრაქტულია მაგრამ ელეს კითხულობს და უკვე ნაკლებად მაშინებს შემდეგი დახმა ოპონენტს თუ ვერ ხმარო ვიხმარე ჭუავის ხალხის მოთხოვებაცა და თავი მოითხოვა ანუ ვერაფერს ვერ იხმარ თავის არეელი თუა ეს დებილები თუ
უსწავლავენ ინტელექტუალს ვიცი მე რომ ლონდონმა სხვა გზა მე ბილიკი შენ ტრასა სურვილი მაქვს მომძრაო მასა და დრო რომ მოვაზღვა შუაზე გავხსნა ჩემზე უკეთ ალბათ შენი ფუტები ვერ იქნები მოსე პირველ რიგში ხალხის ნებით თუ არ შეიმოსე და ბიცაურცელებს მაგ ფარს ცნებებს არის ის ღმერთი სად არის და არც ეძებს ჩემამდე ბიჩები ფეხები იყვეს მკრეხელი ხიხო ნუეხები ჰიპ-ჰოპს შენთან შედარებით ჰიპ-ჰოპის მეკავარ შემართლა ყლექალა ფუჩუა გეკავა ბეთულ კულტურაში გამხელა წვლილი მაგ მაგაზე დიდი მაგ ზოგადად რებში ვიცოდი ბერაბინ ვერ მომერეო და მუსიკის მორებში როგად და ბეშვი შენგანა იმიტომ ხარ ბეთლ რეპერი რომ მართლა ბეთლაო ყველაზე კარგად უბრალოდ ბეთლებზე გამოსვლის მიღმა რეპერის კარიერა საერთოდ დარგად ჩემთან სადა დაახლოვება ცოტა ხანი ვერე რაღაც დროით მეხდებოდა ის ქათამი TikTok-ის ლაივებში რო დაიწყო კაკანი ისი ტრაკი ქონია ბოლოში ხო გააყანი ინტრიგების კეთოში ხელი შენ პრაიმ გაუში ბოლა PvP არის პრაიმ ჰაუსი ვეღარ მოიხოდები რომ ხიოა სირებული შენ აღარ გადისოდასი შენ ხარ დასირებული მე გავიზარდე თემიდან დამოუკიდებელი შენ სულ ვიღაცა დისავგა სულმულებენ ეგერი მე ბიზრდები ბიცვლები სხვა სიმაღლიდან მუხურებს სამყარო სუკუნეთ სანამ ეს ბლუხუნებს მეათე კლასი გემახსოვრება გაზრდაში ხელს გისლის არა სულფა სოვნება მომიწია აწყოდან გაგახსენო ბაუშვება გაგიფუჭო განწყობა კიდევ ერთი დამწრობა სულზიგეთის კომპლექსი წინაპრების კომპლექსი ხელს გიშლის და დაროოტექსტი რომ გამოთქო პროტესტი ჩემი შევა იქნება განიბითა როლპრესი იქნება დლიო სტრესი და გიდეს ნორმის გარეშე ისიც გვეყოფა მომეჩ მაგრა კითხულობს იმენ განიბითა როლპრესი იქნება დლიო სტრესი და გიდეს ნორმის გარეშე ისიც გვეყოფა ამდახას რომ ითარეში რეპის კოდექსი აქამდე თუ არის მოდა გახსნილობა პირდაპირობა უშიშრობა ბეთლ კულტურა ამხელა ნიჭს არიტევს ნეხვის გრობაში ბეძე პარგალიტებს არ შებუშიდი არა ბისავს სახეს ყველაფერი დაცვნახე სიმართლით თავსახე თავში არა მიმარდა მეტი ვიყავი განაბისე ასახული სიყვარული გაბა ანალიზე და როცა პრობლემა ვნახე მრავალი სიბზნით ფიპოვე გამოსავალი არ გვინდა მიკი მოკიბული ლამპობა ანჭორების აყოლაგან არა საამაყოა რეპერი მოლორ წუთში ვე გამოსავალი არ გვინდა მიკი მოკიბული ლამპობა ანჭორების აყოლაგან არა საამაყოა რეპერი რო იძახის ენაზე რაც მოადგება არ გვინდა ჩვენი თვითონ ჭეშმარიტებების დადგენა და სრულ ჭეშმარიტების სისწრულეში მოყვანა როგორც აღსრულება სამართლის ბეთლის ბოლო დანართი განავქვი მხოლოდ შენი მის სამართლით კიდევ ერთი დასტური რომ დიდება ვერ წამართვით ჟან მოკლედ რა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოკლედ მესამე რაუნდი ორივეს ცუდი ჰქონდა ჩემი აზრით რა ფლოუთი იყო პროსტა გამორჩეული მესამე რაუნდი Young Mike-ის პანჩები მაინც და მაინც არ ჰქონდა ნუ სასაცილო ტექსტის ხაზები ჰქონდა მომენტები ხანდახან მოკლედ მესამე რაუნდი შეიძლება ფიცის გამო შეიძლება არ ვიცი რატომ მაგრამ მესამე რაუნდი ორივეს ცუდი ჰქონდა მეორე რაუნდი Young Mike-ს ჰქონდა უკეთესი, პირველი რაუნდი ცოტათი Young Mike-ს უკეთესი, მოკლედ ჩემი ეს Young Mike-მა მოიგო, მაგრამ ორივე მაგარი იყო ბეთლში არა. პირველ რაუნდში ორივე მაგარი იყო ჩემი აზრით. მოკლედ უცნაური ბეთლია, ანუ ისეთ სასტავია რომ ძალიან მაგარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აი მეორე რაუნდიდან უკვე ქვემოთ წავიდა რა, ნელ-ნელა. პირველი რაუნდი მართლა ორივეს მაგარი ჰქონდა. ხო, მესამე რაუნდი აი ძალიან დებილობა იყო ორივეს, პროსტა ჩემი აზრით, არ ვიცი. ნუ გავიგოთ ვინ მოიგო. პირველი მაჩრევაშის გამარჯვებულია MC შეგახელმარჯვნივ ხო Young Mike-ს და მოიგო ჩემი აზრით უკეთესი ის ჰქონდა. ეხლა Young Mike-მა მოიგო, მოკლედ 1-1 არის ხო? ეგეც ბეთლი იყო, ნუ დაუწერდი რავი 7 საათი, არა 6 საათი, 6.5 საათიდან. გამოიწერეთ ჩემი არხი, ჩემი მეორე არხიც გამოიწერეთ აქ სადღაც არა, აი. ჩემი კარი. აქ ხო სადღაც გამოჩნდება მოკლედ. გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქით ვიდეო. კარგად.